კაცი, GT900 როკეტი, არ ვიცი ეს ნამდვილია. ეხა იწყება ყველაზე ლამაზი კადრების გადაღება რა. რაციაში ვიხარ. ყოფილა რამე ესეთი მომენტი, აი ცოტა რაც სახიფათო მომენტი რა. არა როგორც YouTube არხზე იხილავთ ამ ვიდეოს. ამის კონკურენტზე BMW-ზე რა სიტყვი? არ ყავს BMW-ს ამის კონკურენტი. მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ დღეს მე ვიმყოფები სტუმრად პაპელასთან. ისამეყოფენ. მოკლედ ესე იგი რა მოხდა? მივწერე პაპელას გუშინ და აი ბლიცების მაქვს გაკეთებული, ანალოგიურად მაქვს მიწერილი ბლიცების თემაზეც რა და უცებ აი სპონტანურად მომწერა, კი ბატონო, აი ხვალ მოკლედ ეს და всё, ну მოკლედ სპონტანურად მოხდა ეს შეხვედრა. მაინტერესებდა ბექსტეიჯი, ანუ რა ხდება მის გადაღებებზე რა და დღეს ვარ აი პაპელასთან, უნდა გადავიღოთ G73-იანი და მოკლედ აი საინტერესო კადრებს შემოგთავაზებთ რა და თუ რაღაც პატარა შეცდომები მომივიდა, გინდათ საუბარში, თხოვთ რომ აპატიოთ რა. გამოვიწეროთ სუსის არხი, იმიტომ რომ დასაწყისში ყველაზე მეტად გჭირდება მხარდაჭერა ამ სფეროში, ასე რომ გამოვიწეროთ სუსის არხი, ჩემი არხიც გამოვიწერეთ. ასევე რა თქმა უნდა პაპელას. იმიტომ რომ ცოტანი ვართ, ძალიან ხარისხიანი ხალხი ვართ, მაგრამ ცოტანი ვართ და ვისაც მაღალი ხარისხის ვიდეოები მოგწონთ, გადმოდით, ნახეთ და თუ გაგისწორდებათ, გამოვიწერეთ ჩემი არხიც და დარწმუნებული ვარ, რომ ვისაც ხარისხი მოსწონს, მაგრად გავუსწორდება ჩვენი კონტენტი. აი რატომ გადავწყვიტე და რატომ მინდოდა პაპელასთან გამეკეთებინა ზუსტად ხარისხზე, ბლიცის და ანუ ანალოგიური აი ბოროტი მანქანა. თან მიმაკრო ესე. მოკლედ აი ხარისხს რა შეეხება, აი ეს მომწონს პაპელას არხზე ზუსტად რა. აი ხარისხი აქვს იდეალური, თან ისე იღებენ და ისე ამონტაჟებენ, აი არ ვიცი და ეს მაინტერესებდა და აი ამიტომ თავაზობთ მოკლედ ამ ვლოგს, მოდი ესე დავუძახოთ რა. ამასობაში კი ნაღამ სენდვიჩში მოვყევით ვერცხლისფერ მარშრუტკებს შორის, წინაც უდად დამიმუხრუჭა. უკანაც ვერცხლისფერი ვენი, წინაც იმანც უდად დამიმუხრუჭა, ისიც კი ნაღამ შემომეცდა. არა გადავრჩით. ეხლა ეს სტოკი არის თუ ტექნიკურად სტოკია, კი, ვიზუალურად არის ბრაბუსის ბოდიკიტი, შიგნითაც, გარეთაც, პედლებიც ბრაბუსის აქვს, ანუ ბრაბუსშია რა, აწყობილი, ასე ვთქვათ. ოღონდ იაპონიაში აწყობილი, იაპონიიდან ჩამოვიდა ესე. ვიზუალურად ძალიან კაია, იდეაში მაგიტო გადავწყვიტე კონკრეტულად ამ მანქანის გადაღება, რომ გარედან მაგრად მომწონს, ძალიან უხდება ეს თან დაბალზე დგას. და ეგ მაგრად მომწონს რომ ცოტა დაბალზე დგას, იმიტომ რომ მაღალზე როცა დგას, ძალიან ქანაობს ეს მოდელი. 25-იანში უკვე ძალიან დახვეწეს დაკიდების სისტემა და ის ნაკლებად ქანაობს, მაგრამ ეს 23-იანია რა. და შეიძლება იყოს კარბონებში ზისუ და რაღაცა ის იაპონიისთვის მახასიათებელი დეშქემი და სარკის მაგერად მონიტორი და GPS და რაღაცეები მოყვება. ანუ იაპონიაში მე მგონი არ აქვს მნიშვნელობა ტიპს Nissan-ი დაყავს თუ რაღაცა Rolls-Royce, აი ამ პატარა რაღაცებს მაინც უხენებს ყველავარი ვიცი, იმიტომ რომ იაპონიიდან ჩამოსული მანქანა მე არ მინახია ამ რაღაცების გარეშე. როკო ქავდა ჰუნჯიან ჰანჯიან რაღაცას რო გეფასრება, მაგის გარეშე იაპონიიდან ჩამოსული მანქანა არ მინახი. რა მანქანაც არ უნდა იყოს. და ისე ტექნიკურად სტოკია. 63-ია, 4-დან 0, 8 ცილინდრი და გავწყვეტ შესაძლებლობას. აი, მოკლედ ესე იგი მე ვარ Edmayer Production-ის ფოტოგრაფი. პაპელასთან მუშაობთ ყველანი და დღეს გვაქვს პაპელას YouTube არხისთვის ვიღებთ აი ამ ძალიან მაგარ G-Class, რომელიც შევიდეთ გამოიყურება, მაგრამ დიდად ამინდი არ არის კარგი. მაგრამ შევეცდებით რომ მაქსიმალური გავაკეთოთ დღეს. როგორ? ხო, ჩემი გადაწყვეტილებით ირეცხება, რომ რამდენადაც შეგვიძლია რომ სუფთა იყოს სუფთა ჯობია მე მგონი. ასე რომ ახლა გავრეცხავთ და შევდგებით გადაღებას.
ესე იგი, აგერ არიან ბიჭები, აპელას ბიჭები, რომლებიც აგერ იღებენ, უნდა გადაიღონ არქივში. ესე იგი, მიმდინარეობს ახლა გადაღების პროცესი და იგაჩვენებთ თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი. Mans ის უსომ დაიჭირა კარგი კადრი. ესე იგი სოსო მაინტერესებს ახლა რა ეტაპზე ხართ ბიჭები? ხედავ რომ რაღაც ხო, მოდეთ ახლა აგროჰაბის პარკინგზე ვიღებთ, იმიტომ ძალიან ლამაზი და ესეთი ვინტაჟური პარკინგი აქვთ. აქ დავასრულებთ რამდენიმე კადრის გადაღებას, კიდევ რამდენიმე კადრს გადავიღებთ, ფოტოებს, რაღაც ნაწყვეტ ვიდეოებს და მერე უკვე გადავალთ და სხვა ლოკაციებზე გადავიღებთ, გზაში, როლერებს და ასე შემდეგ. და ის სპონტანურად ხდება ხოლმე ლოკაციის შერჩევა თუ წინასწარ ყველაფერი გაწერილი გაქვთ რა ის როგორც ხდება? ლოკაციის შერჩევა ძირითადად ერთი ლოკაციის შერჩევა ყოველ შემთხვევაში წინასწარ ხდება ხოლმე. მაგალითად ამ შემთხვევაში ამ გადაღებაზეც ეს აგროჰაბის ლოკაცია წინასწარ შევარჩიეთ და შემდეგი ლოკაციები რაც იქნება, სადაც უკვე გზაში გადავიღებ და ასე შემდგომ უბრალოდ მონახაზი გვაქვს და ესე წინასწარ ყოველთვის არ ვიცით რა. იმიტომ რომ აი ახლა მაგალითად ესეთ ამის არ ველოდით რა. ხო, ნაწილმარია დღეს წინდან. შესაბამისად ყოველთვის რომც ვიცოდეთ, ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც დაგეგმილი გვაქვს ხოლმე. ასაგებია. ესე იგი ზემოთ აქვთ. ესეთი ობიექტი არ გვაძლევს იმ სოფლებას, რომ გადავიღოთ და ესეთ რაღაცას ვაკეთებთ რა. ავამზად ხარ ბლიცისთვის? სადვარ. ოკეი, რას ეტყოდი საკუთარ თავს 5 წლის წინ საკუთარ თავს დღეს რას ეტყოდი? ალბათ იმას ვეტყოდი რომ აი ეს მინდოდა თავიდან. YouTube მინდოდა თავიდან რომ გამეკეთებინა. გავაკეთე და რაღაც კულინარიული რაღაცები დავიწყე და მოკლედ გავაჩერე, ანუ არ უნდა გამეჩერებინა და უნდა გამეგრძელებინა და აი დღეს აი ახლა რასაც ვაკეთებ ძალიან სიამოვნებს და აი უნდა დამეწყო ეს ადრე. ხო და მაუც ყოველ შემთხვევაში ახლა მოხარული ვარ და მედნიერი ვარ რომ აი იმას ვაკეთებ რაც მე აქამდე მინდოდა რომ გამეკეთებინა. და შენი საყვარელი მანქანის ბრენდი ახლა ბლიცებზე გადავიდეთ. BMW მაგრამ ყველაზე მეტი რა ბრენდის მანქანა ყოლია ცხოვრებაში? რა ბრენდის მანქანა ყოლია? Mercedes ალბათ. რო არა MasterChef-ი, რა პროექტში მიიღებდი მონაწილეობას? დღესდღეობით ყოველ შემთხვევაში საქართველოში ერთადერთი რაც ისეთი ბრენდია MasterChef-ია და ისე ალბათ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით არაფერი არის ისეთი, ხომ ჭირში ნამდვილად ვერ ვიღებდი მონაწილეობას. ანუ ერთი რაღაცა შენ შესახებ, რაც არავინ არ იცის. ხო, ალბათ ის რომ აქამდე არ ვაფიქსირებდი მაგას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაქვს, ანუ ზოგადად ვარ ვითომ ის ცოტა სხვანაირი ტიპი, მაგრამ ზოგადად მაქვს ძალიან ბევრი კომპლექსები რა, აი ეს რა, ბევრმა არ იცოდა და ფოტოშურის ახლა ხანს დავიწყე მაგაზე საუბარი ჩემ კომპლექსებზე, რომ აი ეს ჩემი ძალიან დიდი პრობლემაა, ჩემი კომპლექსი. კაია, თუ ეგრე სათამამად საუბრობ, ესე იგი მალე მოიშორებ და გადავახავ მაგ კომპლექსებს. შენთვის ყველა დროის საუკეთესო ავტომობილი? ყველა დროის? თუ დღესდღეობით? არა, ყველა დროის. ერთი საუკეთესო ავტომობილი კაცობრიობის ისტორიაში, შენი აზრით. აბა, ალბათ დასაწყისში ვთქვი, ახლა არ ვიცი ჩასვა თუ არა ვიდეოში სოსომა, დასაწყისში ვთქვი და ახლა კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ დასაწყისში მხარდაჭერა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ვიცი ისეთი ადამიანები, ვისაც არ მიუღიათ მხარდაჭერა და გაჩერებულან და ძალიან ბევრი საინტერესო არხი, პროექტი, სერიალი, ფილმი, ასე შემდეგ გაჩერებულა, იმიტომ რომ არ ქონდათ საკმარისი მხარდაჭერა და არაფერი არ უდგას წინ იმას, რომ უბრალოდ დააჭიროთ გამოწერეს ღილაკს ხელი, ასე რომ გამოიწერეთ სოსოს არხი
და დამიჯერეთ, როდესაც ადამიანს აქვს ხარდაჭერა და იცის, რომ ზურგს უმაგრებს. თუნდაც ისეთი ადამიანები, ვისაც პირადად საერთოდ არ იცნობს, მაგრამ ამ ხარდაჭერას ადამიანი გრძნობს, შეუძლებელი რაღაცეები ხდება, მაგ დროს შესაძლებელი ასე რომ გამოიწეროთ ეს სახე, დიდი თხოვნა მექნება. და ჩემს გამოიწერეთ, ჩვენ ცოტანი ვართ. უცრებლები მომივიდა. აი, აჩი, ეხლა რა ეტაპზე ვართ? ეხლა ვარ ჩაწერის ეტაპზე, ნუ ეხლა იქნება დასაწყისის ვიდეო, დიდი ალბათობით, ჩავწერთ, დავიწყებთ ვიდეოს უფრო სწორად, ანუ გახსნითი ვიდეო იქნება. შემდეგ ეს კადრები რაც გადავიღეთ იქნება კლიპის სახით უკვე, ან როგორც იგაკოიტყვის, შეიძლება კლიპი ეხლა დაიწყოს, ანუ კლიპი უკვე იყო დიდი ალბათობით, ან შეიძლება კლიპი ამის მერე დაიწყება რა. ეხლა არის ჩაწერითი ეტაპი და მანქანის დეტალებზე და მანქანის ტექნიკურ მდგომარეობაზე დავიწყებთ საუბარს. აჰა, ანუ ეხლა არის უკვე ის ეტაპი, როდესაც დასაწყისია, პრინციპში. კი ბატონო, უკვე მთავარი მომენტი. კი ბატონო. ასე გიგია. კაი, გაშეგიშლით ხელს, გაგრძელეთ. მოგლობა. გუშინსა სოფიცე გუშინ კი მაშინ ახლა მაშინ გუშინ რა და სამთვის ბავშვი მეოდება საჭესთან მეუზიო რა და შემოწმა 200 ლარიას რომ წერო სამთვის ბავშვი მეოდება საჭიო რა და არ დაწერო რა ჯარიმაო ეხლა წერო რა ამას მეუზიო საჭესთან იმიტომ რომ ყველაზე ლოზრობის გამოგვიწევენ 200 ლარიან ჯარიმას და და გამოვიდრე დაგიწერეს ბოლოს? არა, რა ჯიგრები არიან? რატო არ დაუწერეს მოდი ეგეთ ავაკეთოთ, მაგრამ ასე ჩავერთეს შეიძლება. მაგას ვერ ვიტყვი, ანუ ვიდეოს გარშე აქ საფაველი აღმოჩნდა და მაგვაჩია დაგვიწერეს. კაი და ეხლა რა ეტაპზე ხართ ბიჭებო? ამიტომ მოკლედ ავასოთ ლოკაციაზე გადაღება ჩვენი ავტომობილის და ერთ-ორი კადრები გადავიღოთ, კიდე აი ერთ ფოტოს გადავიღოთ. აჰა. და შემდეგ უკვე გადავალთ როლერებში და ხალხშენობას. საგებია და პაპელ შეიძლება შენ ჩაგწერო? აჰა. და ეს მომენტი აი ეს გადაღების მომენტი გხლის ზოგადად თუ უბრალოდ მოგწონს ამ ციამოს. გხლის გადაღების მომენტი თუ ციამო ადამიანები ვართ და რაც არ უნდა ვიყვარდეს რაღაც კეთება სამთელი დღე აკეთებ კიდე იღლებ კი მაგრამ ის ბოლოს სახში რომ ვიყავ ხოლმე აბლის განს და არ მაგაც არ უნდა ფიზიკურად დაღლილიყო ასევე მენტალურადაც გონებრივადაც იღლებ ინტელექტუალურად იმიტომ რომ კიდე რაღაც კარგად დაავადო კაცი გამე დახვეწილი სიტყვა იცი ყველაფერს იხსენებ გამერისი და ასე შეიძლება ცოტა ინტელექტუალურადაც იღლებ მაგრამ მაინც ის ბოლოს სახში ვიყავ ყოველთვის გამაკომ აი ის გადავიდა გადავიდა ეს კარგი საუბრის ნაწილი იყო რა კაი ვიდეო გამოვა და ასე შემდეგ და არა ის რომ დავიღავ არა დაახლოებით რა პერიოდი სჭირდება მონტაჟს მონტაჟს ხო ზირა გააჩნია რა კიდევ ერთხელ ვამბობ რომ YouTube-ი არ არის ჩვენი საქმე არ არის ჩვენი პროფესია არ არის და მთავარი შემოსავლის წყარო არ არის შესაბამისად რაღაც მომენტებში ვიცოცხ ხოლმე რომ YouTube ვიდეო ბოლოსთვის მოვიტოვოთ და სამონტაჟებით ასე რომ გადაღებიდან შეიძლება მონტაჟი დაიწყოს ერთ კვირაში და მე ორ დღეში იყოს ამ თვითონ მონტაჟი დიდი ხანი არ სჭირდება იმიტომ რომ უკვე ბიჭებს მაგარი დამკვირვებულია ვინც ამონტაჟებს უკვე იცის რა მასალებს უნდა ელოდებოდეს ბიჭებისგან მე წინასწარ ვიხსნი ხოლმე რომ აი ეს ვილაპარაკეთ აქ ეს მოხდა ეს ვიდეო უნდა გამოვიდეს შესაბამისად უკვე ერთ თავაზე არიან უკვე მთელი გუნდი შესაბამისად რომ ცოტა მონტაჟ მაგრამ მთავარია დავუწყოთ მონტაჟი ასე რომ ორი დღე უნდა ალბათ ვიდეოს კარგად მონტაჟს მაგრამ აი ეს თავისუფლად დღე ცოტა სტუმრი გამოსაყრა ასე გიგია ძალიან საინტერესოა მოკლედ თქვენთან ყოფნა და გადაღება და აგერ ბიჭებმა დაუმონტაჟეს კამერა და ხა დავიზრდით მე მოთ კონდიციონერი წვეთა
ასე მიმდინარეობს გადაღების პროცესი. იცი რა? ეხლა გზაზე მომიწევს გასვლა და ხეებს შორის გზა რო ჩანს მან გადაიღებ და მერე ის ქვემოთ რაზეც შევთანხმდით და ორივე კადრი გამოვა რა. ოკეი, უბრალოდ პირველ ზოლში არის მოსწავლე, მეორეში იმოძრა. ნუ ვეცდები ეხლა ეგრე შეიძლება ვერ გავიდე. ინდა ერთხელაც? და გაიგო ყველაფერი. Всё, მე бенზინი უნდა ჩავაცხა просто. და დავშემერე რა ვიკახე ისა ხო? გახედე მივდივარ ხო? მეც უნდა ჩავაცხა და აგერ შევალ ვისოლდე და ჩამოვიდე. ოკეი, კაი. აუზი. რეალურად რო ვისაუბროთ, ჩვენი ავტომობილია და ბრაბუსი GT900 როკეტი, არ ვიცი ეს ნამდვილია თუ არა. ოპა. კამერა მათხოვე უკადავს. გაუმორჩ. ძალიან მაგარი მანქანა ყავს. ნამდვილი იაპონურია. ვიდეოს ვიღებ, თუ არ შემოგვიერთებ. სოსო, ზე ყოფილა რამე ესეთი მომენტი, აი ცოტა რაც სახიფათო მომენტი რა, ეს გადაღების პერიოდში. რამეს თუ გაიხსენებთ მსგავს? ალბათ სილვიის დამტვრევა, იმიტომ რომ სილვია ნახე. პაპელას პირველი ავარია იყო რა და პატარა ჩეპერონი. ხო, აი პირველი ავარია იყო და ცოტა ისე განვითარდა რა მოვლენები რა. ამ მომენტში რას აკეთებ შენ? ხო, ეხლა იწყება ყველაზე ლამაზი კადრების გადაღება რა. ეს ის მომენტია და ის პროცესია, რომელიც მაყურებელს ყველაზე მეტად მოწონს. აჩქარება, დაბალი შათერი, მეტი მოუშენი კადრებში და მეტი ექშენი საბოლოო ვიდეოში რა. გავიდე ისინი? არა ჯერა. ეს ჩემი საყვარელი მომენტია. რაციაში თქვა, სად არის? ასით აჩქარდი ჩვეულებრივად, რაციაში უთხარი. всё, აბა რა ხდება ეხლა? აბა მოხევიათ. ანუ ძართული პროცედურა არის, ეხლა 100-ით რომ მიდიხარ მანქანით და კამერა გაგმოყოფილი. წეღარ ხო, რამის გაგივარდა. და ყველაფერი შენ წინააღმდეგ არის რა, პლუს ამას კარიბზე კიდევ ხელები და ორივე კუნთი გეთიშება რაღაც დროის მერე რა. თუმცა ისე უნდა დაალაგო ყველაფერი რა, ანუ ამოდროულად კადრები გადაიღო, ძალიან არ დაიღალო და ეცადე ამოდროულად რომ ის ექშენი რა მომენტშიც კამერას მანქანას კამერა უნდა გააყოლო, კამერას მანქანა უნდა გააყოლო, ეგ რომელია, მე ჭაჭერიბად. ეხლა დავიბენ. ნუ მოკლედ, მანქანას კამერა უნდა გააყოლო. ყველაზე რთული, იმიტომ რომ იწევს ძალიან დიდი ენერგიის დახარჯვა რა. მაგრამ საბოლოო სიამოვნება არის კადრების გადაღების და ნახო, როცა კაცს ნახულობ, რომ ეს კადრი გადაიღე, და ყველაზე სასიამოვნო პროცედურა არის, იმიტომ რომ აი მივხვდი რომ ბოლომდე დაიხარჯე და შენი შედეგი დადე რაც გინდოდა. საბოლოო ჯამში. შენ რას დაამატებ, სოსო? ხო? შენი აზრიც მაინტერესებს. ხო, ზეღარაც ახსენე, აი ექსტრემალურ გადაღებასთან დაკავშირებთან მქონია თუ არა რაიმე შემთხვევა. ამ ეს შემთხვევა უშვიათესი არის და
ძირითადად არ მომსხონი არავითარ შემთხვევაში, მაგრამ თვითონ გადაღების პროცესი ყოველთვის ძალიან ექსტრემალური არის. აი, თუნდაც ეხლა წეღან დაახლოებით 120 მივიდიოდით და აჩი ნახევარიდან გადასული ახლა ფანჯრიდან კამერა უკავია ხელში და ცდილობს რომ კარგი სტაბილური კადრი გადაიღოს. და რაღაც ძალიან მცირედ, მაგრამ რაღაც ცოტა ისეთ მანევრებსაც ვაკეთებთ ხოლმე რა, სწრაფ გადასვლებს და ხო, უცებ გადახვედი წეღან და უცებ გადაკარგული და უცებ ესეც მომზადებული. ასეთ რაღაცებს, როცა და მანქანა არ იყო, ხო. ცეც მანქანა არ იყო. ანუ სახიფათო იმასე ვთქვა, მანევრს სხვისთვის არ ქონდა. ჩვენი გადაღების გამო სხვას არ ხო, აი ეგარი მთავარი ბაზარი. მოვიცდით, გავატარებთ მანქანებს და მერე გადავიღებთ გადაღებას. ძალიან საინტერესოა მართლა, აი მართლა ძალიან საინტერესო იყო. უნდა იყოთ აქ. გადავდივართ, აქ ტალახია, აქ უნდა გამოვიყენო მანქანა რა. და აგერ არის დინარე. პატარა დინარე მოჩუქჩუქებს. და გველოდებით პაპელას, რომ გამოიაროს ახლა კიდე ერთი მონაკვეთი. ტალახში. ბიჭები აგერ არიან ჩასაფრებულები და ელოდებიან. ზემოთ ამოდის. ძალიან მაგარი ვიდეო გამოვა. დაღლით ცოტა დავიღალე. ანუ უფრო იმ ენერგიით ვარ, რომ მაგარი ვიდეო და მაგარ კონტენტს ვდებთ რა, ხო რა, აი რო ვიცით რა კონტენტი გამოდის საბოლოოდ და როგორი ვიდეო გამოვა. მაყოფილები ვართ რა. აი დაჟე ეხა ღამის კადრებსაც გადავიღებთ კიდე და მაყურებელს ღამის კადრებიც ექნება რა. დაახლოებით დაღამბამდე დარჩა უკვე ნახევარი საათი და სადღაც საათ ნახევარზე მეტი კიდე გაგრძელდება ეს გადაღება. 2 საათით შეიძლება. სასიამოვნო პროცესია. ლოგინეთა თან ესეთი ადგილი, რაღაც ისეთი ადგილი, ხო, უხდება რა. სინემატიკ აი მოიცადე მოპედი მოდის. აი სინემატიკ ადგილია რა. რაღაცა რო ამოივლის მე. აი მაგიტო თქვი წეღანაც რა, ესე ყოველთვის არ ვიცით სად გადავიღებთ ხოლმე, ხა შემთხვევით იპოვეთ ეს ადგილი, აი ძალიან მაგარი ადგილი არის და გადავწყვეტეთ რომ აქ დაგვესრულებინა და აქ ვიღებთ. ამიტომ ხანდახან სპონტანურად თორსა ვაკეთებთ, კარგი რაღაცები გამოდის ხოლმე, ხო? უნებრივი გამოდის, ხო? კი, ყოველთვის. თითქოს ყოველთვის. ესე იგი სულ ვცდილობ, რომ არ გამოჩნდა კადრში, იმიტომ რომ აი ისეთი კადრებია რეალურად, რომ მირჩევნია ჩუმად ვიყო და გადავუღო, როგორ იღებენ ბიჭები რა. აი ჩემი ძირითადი, ანუ ამ ვიდეოს აზრი ეს იყო, რომ აი გადამეღო პაპელას ბექსტეიჯი გადაღების მომენტში რა. ასე რომ არ გამოვანცოთ, არ დამიწყოთ, რომ აი ჩუმად ვიყავი, რაღაც მირჩევნია გადავუღო და შეუშალო ხელი ასეთ დროს. ამ დროს პაპელა კამერას ესაუბრება. კაი, მაინტერესებს, ანუ სავარაუდოდ შენ ვიდეოში უკვე იქნება
მთლიანი განხილავს ყველაფერი, მაგრამ აი მაინტერესებს მე პირადად რეალურად როგორი კმაყოფილი ხარ ამ მანქანით. თუ ფული გაქვს და ჯიბე ხელს გიწყობს, ერთი G კლასი უეჭველი უნდა ყავდეს რა. მე ძალიან მომწონს, კი არა, მიყვარს Jeep Wrangler. ხო და ეს არის Jeep Wrangler-ი, ოღონდ ბევრად კომფორტული, ბევრად ძლიერი და ბევრად ბრუტალური. მაგრად მიყვარს აი უგზოობა და სადღაც ისეთ ადგილებში მისვლა, სადაც ჩვეულებრივი მანქანით ვერ მიდიხარ, ან ვიცი ამონებას ვიღებ, მაგრამ როგორც მიყვარს სპორტული მანქანები და ან დრიფტი არის ჩემთვის ყველა სასიამოვნო პროცესი მოკლედ სპორტულ მანქანაში. როგორც ეგ მიყვარს, ისევე მიყვარს უგზოობაზე სიარული და ეს მანქანა გაძლევს იმის საშუალებას, რომ აი სრული თავისუფლება გქონდეს, არსად არ გაჩერდე და ყველგან მიხვიდე შენ გემოზე და თან რაც თავარია კომფორტულად გააკეთო ეს ყველაფერი, ან Mercedes-ის კომფორტით და ეგ ძალიან ბევრს ნიშნავს. რაც არ მომწონს ამ მანქანაში ერთადერთი არის ფასი. ანუ ზედმეტად ვერ იღებს ჩემი აზრით ეს მანქანა ახალს როცა ყიდულობ. და ანუ მეორადი შემთხვევაში გამართლებულია და თან ნახე რა ლამაზად დადის. ან ძალიან მომწონს. და ისე ერთ საათს შეგეკითხები, აი ამის კონკურენტზე BMW-ზე რა სიტყვი? არ ყავს BMW-ს ამის კონკურენტი. X5, ანუ ვერცად ვერ გაყვება ვერც ერთი BMW-ს ჯიპი ამ მანქანას. უგზოობაზე გულისხმობ, თორე ტრეკზე დაჩაგრავენ ძალიან და ბევრ რაღაცაში დაჩაგრავს BMW, ბევრ რაღაცაში დაჩაგრავს X5M რო ავიღოთ და უშვათ, რადგან ეს G63 AMG-ია, უნდა ავიღოთ X5M, ხო? პირობითად, მაგრამ იდეაში GLE 63 არის X5M-ის კონკურენტი. ზოგადად ბრენდი, ჩემთვის არ არსებობს ბრენდი, რომელიც მიყვარს, ან რომელიც არ მიყვარს, იმიტომ რომ ყველა ბრენდში მოიძებნება ავტომოყვარულისთვის საინტერესო მანქანა. გასაგებია, მადლობა. შენ მადლობა, რომ ჩვენთან ერთად იყავი, მთელი დღე გაატარე, ჩვენთან ერთად რა დაიღალე და მოკლედ რა. არ დავღლიბა, ბიჭებსაც მეუბნებოდი, ძალიან სასიამოვნო პროცესია, ბიჭებიც ამოგეს მეუბნებოდნენ, რომ აი შევეკითხე წეღა, აი არ ვიცი. ძალიან კარგი, მიხარია თუ ეგრეთ. მადლობა შენ პირიქით. მადლობა ბიჭებო მოკლედ. შემოგევლეთ გულში, გაიხარეთ.